ამ ვიდეოში შენ გაიგებ დაბრუნდება შენი ყოფილი თუ არა. მე ჩამოგითვლი 10 პუნქტს, რაზეც არის დამოკიდებული დაბრუნდება თუ არა შენი ყოფილი და თუ დაბრუნდება რამდენ ხანში მოხდება ეგ. პირველი პუნქტი, როგორ იქცეოდი დაშორების შემდეგ. თუ შენ ბოდიშებს უხდიდი, თავს იმცირებდი, ან თუ რამდენჯერმე აგრესიული ისტერიკები მოაწყე, ეგ ყველაფერი არ არის კრიტიკული. ეგ ყველაფერი მალევე დავიწყებადია. ხოლო თუ შენ დაჟინებით არ უშვებდი მას, ლეკვივით დასტევდი, საჩუქრებს ჩუქნიდი და ძალიან ეხვეწებოდი და ევედრებოდი შემირიგდიო. მაშინ მაგ რომანტიული კოშმარის დასავიწყებლად ბევრად დიდი ხანი დასჭირდება. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი მომენტია. თუ როგორ მოიქეცი იმის შემდეგ, როდესაც შენ გითხრეს, არ მინდა, აღარ მიყვარხარ, დაახვიო. ამ ყველაფრის შემდეგ ყოველი შენი მიწერილი მესიჯი მისი იგნორიდან გამოსვლის ვადას უმატებს ერთ თვეს. მეორე პუნქტი, რომელიც პირდაპირ ახდენს გავლენას იმაზე, დაგიბრუნდება თუ არა შენი ყოფილი. მოახერხა თუ არა დაშორებამდე შენი დადანაშაულება. მიიღე თუ არა შენს თავზე ის, რაც სინამდვილეში არ გაგიკეთებია. იმიტომ რომ როდესაც ქალი გეუბნება, რომ ყველაფერი შენ გააფუჭეო, მას ბოლომდე არ სჯერა თავისი სიტყვების. მას შენი რეაქციიდან გამომდინარე გამოაქვს დასკვნები. მას უნდა რომ შენ ემოციებზე ავარდე, აიღო პასტა და ფურცელზე დიდი ასოებით დაწერო, რომ კი, ყველაფერი მე გავაფუჭეო. ამის შემდეგ მას შენი დავიწყება ბევრად გაუმარტივდება. იმიტომ რომ ქალი აბსოლუტურად ყოველთვის მხოლოდ და მხოლოდ დანაშაულის გრძნობით ბრუნდება შენთან ჩასახუტებლად. დაშორების შემდეგ ქალის თავში ვითარების გარკვეული გადაკვალიფიცირება ხდება. ხოლო თუ შენ უკვე ყველაფერი შენს თავზე აიღე, მაშინ რაღაცომ უნდა დაგიბრუნდეს. შესაბამისად ასეთ ვითარებაში გამოდის, რომ შენ უნდა დაუბრუნდე მას და არა ის შენ. მესამე პუნქტი, რამდენად კომფორტული იყო მისთვის შენთან ურთიერთობა. მე მგონი უკვე ყველა ხვდებით, რომ შეყვარებულობა და კომფორტი ორი სხვადასხვა რამ არის. შეიძლება შეგიყვარდეს ადამიანი, რომელთანაც ცხოვრება არაკომფორტულია. და პირიქითაც შეიძლება ის გრძნობები აღარ იყოს, მაგრამ მასთან თავს კომფორტულად და სასიამოვნოდ გრძნობ. ამიტომ თუ შენთან ის თავს კომფორტულად გრძნობდა, მაშინ მას მალევე ერთვება ნოსტალგიის რეჟიმი და მალევე იწყებს შენს მონატრებას. ხოლო თუ მას ყოველდღე რაღაც აბრაზებდა და აღიზიანებდა, მაშინ გარკვეული დრო დასჭირდება, რომ დაავიწყდეს ეგ ყველაფერი და ჩაერთოს ნოსტალგია. მეოთხე პუნქტი, რამდენი ხანი გეკავა ძლიერი პოზიცია. თუ თქვენი ურთიერთობა 1 წელი გაგრძელდა, ხოლო შენ მხოლოდ პირველი 1 თვე იყავი ლიდერის პოზიციაზე, მაშინ ქალის დაბრუნების ალბათობა მიზერულია. ანუ კი არსებობს დაბრუნების შანსი, მაგრამ ძალიან მცირეა. ხოლო თუ მთელი 10 თვე გეკავა ლიდერის პოზიცია, შემდეგ კი ისე დალაგდა, რომ ფეხი გაგიცურდა, დავარდი და დათმე პოზიციები, მაშინ მისი დაბრუნების ალბათობა ძალიან მაღალია. რატომ? იმიტომ რომ საერთო ჯამში თქვენი ურთიერთობის ხანგრძლივობის მთელი 80%-ის მანძილზე შენ ინარჩუნებდი შენს მიმზიდველობას. შესაბამისად დაშორების შემდეგ ქალი მალევე იწყებს შენს გახსენებას პოზიტიურ კონტექსტში. იმიტომ რომ შენმა მაგ ნეგატიურმა, დასუსტებულმა, არა მიმზიდველმა ანტურაჟმა ვერ მოასწრო მის თავის ქალაში დაბეტონება. მეხუთე პუნქტი, ქალი დაშორებამდე თითქმის ყოველთვის რთავს გაურკვევლობის რეჟიმს. მინდა არ მინდა, მიყვარხარ არ მიყვარხარ, რა მინდა არ ვიცი, რაღაც ისე აღარ არის როგორც უნდა იყოს, ცოტა ხანი დავაპაუზოთ. ამ ყველაფრით ქალი დაშორებას უბრალოდ წელავს. ეს რეჟიმი კი ზუსტადაც ის არის, რაც მამაკაცს ცრუიმედს აძლევს. შენ მაგ დროს ფიქრობ, რადგან ეჭვი ეპარება, შეიძლება ვუყვარვარ კიდევაც, უბრალოდ გაურკვევლობაშია. გაერკვევა და მოვა ჩემთან, სად წავა. გახსოვდეს, რომ მაგ დროს მას შენ აღარ უყვარხარ. უბრალოდ გიყურებს და ხვდება, რომ აღარ უნდიხარ. ხოლო იმისთვის, რომ შენ საბოლოოდ მიგადგოს, მან თავის სხეულში ეგ შეგრძნებები რამდენჯერმე უნდა გაატაროს, უნდა გადალახოს და უნდა გადახარშოს. ზუსტად ამისთვის არსებობს ეგ გაურკვევლობის რეჟიმი. და დაახლოებით 2-3 კვირაში იზამს მაგ ყველაფერს. თუ მამაკაცი არ ჭამს მაგ ნეხს და პირდაპირ ამბობს მოიცა 1 წამით, რას ნიშნავს არ მინდა, ან რა პაუზებს გთავაზობ, ან რა ის გაურკვევლობაში ხარ. თუ არ იცი, ესე იგი არ გინდა. არსებობს მხოლოდ 2 ვარიანტი, 2 მდგომარეობა. მინდა, ან არ მინდა. არაფერი შუალედური ვარიანტი აქ არ არსებობს. მაგრამ გასაგებია ჩემთვის შენი პოზიცია. თუ დაშორება გინდა, ეგრე თქვი და დავშორდეთ. აი ასეთი რეაქცია, ნაწილობრივ მაინც ინარჩუნებს შენს მიმზიდველობას. ხოლო თუ შენ მაგ გაურკვევლობის გჯერა და იწყებ მის ლოდინს, რომ რაღაც პასუხი გადმოგიგდოს, მაშინ ძალიან ცუდადაა შენი საქმე. იგნორიდან ასეთების შემდეგაც კი გამოდიან ქალები, მაგრამ სწრაფ შედეგს უბრალოდ ნუღარელოდები. მეექვსე პუნქტი არის გრძნობების ინტენსიურობა. სინამდვილეში არაფერი მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რამდენი წელია რაც ერთად ხართ. მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენად იყო ქალი შენზე შეყვარებული, თუნდაც ურთიერთობის დასაწყისში. უბრალოდ შეეცადე, რომ ათბალიანი სისტემიდან შეაფასო. თუ 7 ქულას მაინც მიანიჭებ, მაშინ მაღალია ალბათობა. 7 ქულა არის, როდესაც ქალი აქეთ ცდილობს, რომ თავი მოგაწონოს, რაღაცებს აკეთებს შენთვის, გიმზადებს, გჩუქნის და ნუ ასე შემდეგ.
მე-7 პუნქტი. ქალი დაშორების შემდეგ შენ გადარებს მის გარშემო მყოფ მამაკაცებს. თუ მის გარშემო არის მამაკაცი, რომელიც მისთვის მარტივად ხელმისაწვდომია და რომელიც შენზე უფრო წარმატებულია, უფრო მეტი აქვს შემოსავალი, უფრო სიმპათიურია და საერთო ჯამში თუ უფრო კაი ტიპია, მაშინ ქალი იგნორიდან გამოდის მხოლოდ იმის შემდეგ, როდესაც ეგ მამაკაცი მას აქეთ მიაგდებს. ხოლო თუ შენ ბევრ პარამეტრში ჯობი ხარ მის გარშემო მყოფ მამთა ფან-კლუბს, მაშინ ის ყველა ვარიანტი ეცდება, რომ დაშორების შემდეგაც ახლოს ჰყავდე. მე-8 პუნქტი. როგორ შეიცვლება შენი ცხოვრება დაშორების შემდეგ? თუ უარესობისკენ შეიცვლება, მაშინ არავინ არასდროს არ დაგიბრუნდება. ამას მე მგონი ისედაც უნდა ხვდებოდე, რომ დაშორების შემდეგ გაქვს მხოლოდ ორი გზა და აქ შუალედური ვერსია არ არსებობს, აქ ნახევრად ორსულობა არ არსებობს. ან ზიხარ და დრამატიზირებ, წრემლებს ხური და მთლიანობაში უარესობისკენ იცვლება შენი ცხოვრება. ან პირიქით, მაგაში შესაძლებლობებს ხედავ და იწყებ შენი თავის და შენი ცხოვრების გაუმჯობესებას. მე-9 პუნქტი არის ეჭვიანობა. თუ შენმა ყოფილმა იცის, რომ შენთვის ქალი არ არის ფუფუნება და პირიქით აქეთ გეჩალიჩებიან ვიღაც პრეზენტაბელური გარეგნობის ქალები. თუ რეალურად ისე დგას საკითხი, რომ შენთვის არაფერი დიდი ძალისხმევა არ არის საჭირო იმისთვის, რომ ვინმე ქალთან ურთიერთობა დაიწყო. თუ სხვა ქალები შენ მაღალი რანგის სასურველ მამაკაცად გთვლიან, მაშინ ეგ ფაქტი მასზე ძალიან დიდ გავლენას მოახდენს დაშორების შემდეგ, იგნორის ან დისტანცირების დროს. ყოველი წამის შემდეგ, რომელიც სიჩუმით ჩაივლის, ყოველი დღის, ყოველი კვირის შემდეგ ეგ ტვირთი მას კიდევ უფრო მეტად დააწყვება. ჩემზე ლამასთან რომ დაიწყოს ურთიერთობა, სხვა ქალს რომ შეეხება, რანაირად არ ვენატრები, ცოლად რომ მოიყვანოს ის ვიღაც მაგარი გოგო, რომელმაც ადრე ფოტო დაულაიქა და ნუ ასეთი და მსგავსი ფიქრები აწვება მას. მე-10 პუნქტი. ქალის გარემოცვა. რას ეუბნებიან მას შენს შესახებ? დიდი ალბათობით მისი დაქალები შენზე ცუც ლაპარაკობენ, ისევე როგორც ყველა დაქალი ყველა ყოფილზე. კიდევ კარგი რომ დაშორდი, ისედაც არაფერი კარგი მომავალი არ გქონდა მასთანო. თუმცა არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც, როდესაც მისმა რომელიმე დაქალმა, ან თუნდაც დედამისმა, შენი მხარე დაიჭირა. და კი, რა თქმა უნდა, დაშორების შემდეგ იმ მომენტშივე ეგ არ იმოქმედებს მასზე, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ ეგ ყველაფერი ახსენდება და მტკივნეულად ურტყამს მას. ვიდეოს თავში 10 პუნქტი უკივთქვი, მაგრამ გავაგრძელებ. დანარჩენი ბონუსი იქნება შენთვის. რა ახდენს კიდევ გავლენას? ის თუ დაშორებამდე დაშორების რეპეტიცია რამდენჯერ მოაწყეთ, ეგრევე არავინ შორდება. აი ასე უცებ ჰოპ და მოდი დავშორდეთო, არ ხდება. აბსოლუტურად ყოველთვის გადიხართ დაშორების რეპეტიციას. ხან უბრალოდ საუბრობთ დაშორებაზე, ხან დაშორებით ემუქრებით ერთმანეთს, ხან დემონსტრაციულად ბარგის ალაგებას იწყებთ, ხან კიდევ ერთმანეთს სოციალებში ან მესენჯერებში ბლოკავთ. ყოველი მსგავსი რეპეტიცია დაშორებას უფრო მარტივს ხდის. თუ ქალმა მის სხეულში უკვე 5ჯერ გადაიტანა დაშორების სცენარი, მაშინ მას უკვე რეზისტენციალურობა აქვს და ეგ მას ვეღარ შეაშინებს. ხოლო როდესაც პირველად მიდის საუბარი დაშორებაზე, მაგ დროს ადრენალინის ზედოზირების გამო შეიძლება კანკალიც კი დაეწყოს. მაგრამ რატომღაც ავიწყდებათ უბრალო მოგდავებს, რომ მაგ დაშორების თამაშებს აქვს თავისი ლიმიტი. ამიტომ, რაც უფრო მეტჯერ გქონდათ დაშორების რეპეტიცია, მით უფრო გაიწელება იგნორის სცენარი. შემდეგი პუნქტი, რამდენად სასარგებლო ხარ. და აქ მე მგონი ბევრი ახსნა არც არის საჭირო. საუბარი მაქვს შენს კომპეტენციაზე, ცოდნაზე და უნარებზე, რომლებიც შენს ყოფილს დააკლდება. კიდევ ისიც არის მნიშვნელოვანი, თუ როგორ დაიწყეთ ურთიერთობა. თუ შენ იყავი თავიდან ბოლომდე ინიციატორი, თუ შენ ცდილობდი მის დარწმუნებას, რომ შენთან დაიწყოს ურთიერთობა, თუ შენ ავითარებდი ურთიერთობას. პარალელურად კი შენი ყოფილი თუ პირიქით ოდნავ ამოხრუჭებდა ხოლმე. ასეთ ვითარებაში შენი ყოფილისგან დაშორებიდან მინიმუმ 6 თვის მანძილზე ნუ რაფერს ელოდები. ხოლო თუ პირიქით იყო, თუ ის ცდილობდა რომ მოგერგოს, თუ აქეთ იჩენდა ინიციატივას და თუ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ურთიერთობის განვითარებაში, მაშინ ბევრად მალე გამოვა იგნორიდან. მაგრამ ეს ყველაფერი არის ერთი მოხუცი კაცის დაკვირვება, რომელიც ასეულობით ისტორიის ანალიზიდან გამომდინარეობს. რატომ გადავწყვიტე ამ ვიდეოს ჩაწერა და იმიტომ რომ ძალიან ხშირად მომდის პირადში მსგავსი კითხვები. მაგრამ ჯდომას და მკითხაობას არანაირი აზრი არ აქვს. ახლა შენთვის ყველაზე უტყუარი და მომგებიანი ვარიანტი არის დახურული ვიდეო ლექციების შემეცნება. ბმული ტრადიციულად აღწერაში და პირველ კომენტარშია.